დღეს გავხსენით თენგიზ საფიაშვილის გამოფენა. ეს კიდევ ერთი პროექტი არის Silk Hospitality-ის სივრცეში. ვცდილობთ, რომ სხვადასხვა სივრცეებში Hospitality-ის კონდეს სახელოვნებო ხაზის ინტეგრაცია, სხვადასხვა თანამედროვე და არამარტო თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით. ეხლა გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა პერსონალური, ასე ვთქვათ, გამოფენა თენგიზ საფიაშვილის. მისი შემოქმედებიდან რამდენიმე მიმართულება არის წარმოდგენილი, კოლაჟი, ქანდაკება და სხვადასხვა მიმართულებები. და ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებით და საინტერესოდ მოხდა თანამშრომლობა. ყოველთვის აი ეს დაგროვილი რაღაცები, რაც ცხოვრების მანძილზე მქონდა, რაღაც მომენტში დაიწყო გახსნა ამან და ეს არის უკიდეგანო სივრცე რა ფიქრის და აზროვნების, რომ რამდენი რაღაცა გაკეთება შეიძლება და არ მინდა უკმად გავიდეს ეს დრო, ამიტომ სულ მუშაობ. ჩემი გამოფენიდან ძირითადად ის არის, რომ წაიღოს ადამიანმა ფიქრის უნარი რა, იმიტომ ყველაფერს მომწონს, არ მომწონს, ესე გავს, ესე არ გავს, თქვათ ესა მე არ მაკმაყოფილებს. მე რაც მომწონს და როგორ გონია იმას ვაკეთებ და არა ვინმესთვის ვაკეთებ. აგარ დიდი განსხვავება ჩანს. უფრო რაღაც დასაფიქრებელი მომენტებზე ვფიქრობ მე თვითონ, რომ მე სხვასაც გაუჩნდეს ეს ფიქრის ანალიზის უნარი. ნუ ეს სწავლის მომენტია, სულ სწავლა. რამდენადაც თქვათ უფრო დახვეწილად რაღაცას ვფლობ, ისე უფრო კარგად გადმოცე მას და აი ესე უყურებ. სეფოს გამოფენები ყოველთვის ხასიათდება მრავალფეროვნებით, თვალში მოსახვედრი, ადვილად დასამახსოვრებელი გამოსახულებებით, თუ უფრო დეტალურად დავაკვირდებით, დავინახავთ სხვადასხვა მოტივების ძალიან საინტერესო და ერთგვარად უცნაურ სინთეზსაც. აქ ერთმანეთს ხვდება პოპ-არტის, სიურრეალისტური მოტივები, კონსტრუქტივისტული მიდგომა. თვითონ ის სახელოვნებო სცენაზე გამოჩნდა როგორც კინეტიკური სკულპტურების ავტორი და ეს კინეტიკური სკულპტურები მისი შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი თემა არის. იქ ჩანს მისი ძირითადი პროფესიაც, ის არქიტექტორია და ეს არქიტექტურული მიდგომები ნებისმიერ ჟანრში და ნებისმიერ ნაწარმოებში, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება სრულიად სხვა მიმართულებით მიდის, მაინც ყოველთვის ჩანს ხოლმე. აი კონსტრუქციასთან მისი დამოკიდებულება არის ყოველთვის ძალიან საინტერესო და ძალიან მრავალფეროვანი.